ოცნების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო. საქმე არსებითად განსახილულად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მტკიცებულებების სადავო გახადა. პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი კი მიქაუტაძის 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბრალდებული დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაზეც იყო თანახმა, თუმცა მოსამართლე კალიჩენკო მის კვლავ პატიმრობაში დატოვა. როცა დამაკავეს გამოძიება მიდიოდა და იყო საფრთხე რომ გამოძიებისთვის ხელი შემეშალა და დოკუმენტები გამეყალბებინა. ეს საფრთხე არ არსებობს, მე თანამშრომლობდი გამოძიებასთან. როცა დაამკითხეს სწორედაც ჩემი ჩვენების შემდეგ გამოძიებამ დაკითხა ხელთავიდან რამდენიმე მოწმედა დააზუსტა რაც მქონდა ჩვენებაში ნათქვამი. მათ დაადასტურეს ის ფაქტები რაც აღვწერე. ეს მიუთითებს იმას რომ გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. ცხოვრებაში პოლიციაში და სასამართლოში არ ყოფილვარ და რა ზემოქმედებაზეა საუბარი. თითოეულმა მეგობარმა რომელმაც ჩვენება მისცა მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ. იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ. თუ რამის შეცვლა მინდოდა ადვოკატის პირით შემეძლო შემეთვალა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. თვითონ გამოძიება ამბობს რომ ჩემს ოჯახს მხოლოდ ხელფასით მილიონი ჰქონდა შემოსავალი, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძო შრომაზე რაც გავწიეთ. ახლა გთხოვთ მოსამართლეს შინაპატიმრობა იქნება თუ სამაჯური იქნება. საერთოდ არ მინდა არავის ნახვა, იმდენი რამე ვნახე, გადამიფასდა ჩემი ხედვები. კანონმორჩილად ვიცხოვრე და რამდენიმე ასეული მილიონი ჩემი შრომით და ჯაფით შემიტანია სახელმწიფოსთვის. ვარ ღირსების ორდენოსანი, ბევრი რამ გამიკეთებია. არსებობს ადამიანური ფაქტორები, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემას არ ეხება და კანონით მინიჭებული უფლების საფუძველზე შევეცდები, დავიცვა თავი და დავუმტკიცო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას, რომ ჩემი ცხოვრების არსი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და ყველასვისაც ჩვენი ქვეყნის წინ წასვლის მშვიდობაში გაძლიერებაში მიუძღვის იოტის ოდენად წვლილი. დიდი მადლობა. დღევანდელ პროცესზე გაირკვა რომ რომეო მიქაუტაძეს ახალი ბრალდებები დაემატა. საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას თქმით მიქაუტაძეს თავდაპირველად 3 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ედებოდა ბრალად. ახლა კი გამოძიება მას დაახლოებით 8,4 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედევება. პროკურორის განმარტებით მიქაუტაძეს რამდენიმე ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაც დაემატა. მისივე თქმით მიქაუტაძე დანაშაულებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და თბილსერვიჩ ჯგუფის უფროსად მუშაობის პერიოდში ჩადიოდა. პროკურორის ინფორმაციით ყველა ქონება რომელიც გამოძიებამ მოიძია და რომელიც მიქაუტაძესთან არის დაკავშირებული დაყადაღებულია. ოცნების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ბრალს არ აღიარებს. მას 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე მორიგი სასამართლოს სხდომა 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.